გამარჯობა ჩემო მაყურებლებო, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ყავს მაყურებლები. ეს არის ახი ჯეოკომის და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ის და გაუზიაროთ მეგობრებს. შენ ვინც ეს ვიდეო ჩართე, მადლობას გიხდი. დღეს მე ვისაუბრებ თორის მესამე ნაწილზე, კერძოდ თორისა და ჰალკის ბრძოლაზე. ბევრი ფიქრობს რომ თორი შეძლებს ჰალკის დამარცხებას, მაგრამ ასეთ ადამიანებს გული უნდა დაეწოდოთ, რადგან თორს შანსები არ აქვს. კინოსამყაროს თორს ძალასადროს მიონირი, მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ, თორს მიონირი არ აქვს. ის მას გაუნადგურეს. მიონირის გარეშე ჩვეულებრივი ასგარდელია. ასგარდელები კი არიან ჩვენზე, ადამიანებზე, ბევრად უფრო ძლიერები, რადგან მათი ზულები ბევრად უფრო მყარია ჩვენსაზე და კუნთებიც უფრო ძლიერი აქვთ. მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ჰალკი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი. გავიხსენოთ შურისმაძიებლების პირველი ნაწილი, სადაც ჰალკი და თორი ბრძოლობდნენ. ისინი თითქმის ერთ დონეზე იდგნენ, რადგან თორს მიონირი ჰქონდა. მიონირის გარეშე ხათახათა შედარებით ჭიანჭველა, ჰალკი მას გასრისავს, ასე რომ თორს შანსი არ აქვს ჰალკთან. Hold up. Hold up. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გაუზიაროთ ის თქვენ მეგობრებს. მე კი გემშვიდობით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.